ზარდოს ძალადობაში, თუმცა ორგანიზატორები არც გამორიცხავდნენ რაიმე სახის ძალადობას. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ აქციის მოთხოვნებს არ ეთანხმება. დღეს ჩვენ ვესაუბრეთ ანალიტიკოსებს, იურისტებს, საზოგადოების აქტიურ წევრებს. ისინი აცხადებენ, რომ შესაძლოა ის ლოზუნგები, რომელიც დღევანდელ აქციაზე ჟღერდება, არ იყოს სასარგებლო საქართველოსთვის, მათ შორის ტურიზმის თვალსაზრისით და ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისით და ისინი იმედოვნებენ, რომ ძალადობრივ ფორმას ეს აქცია არ მიიღებს. Ასაკურვალია ეს არის უცხოელების წინააღმდეგ მიმართული აქცია. ეს არის ასევე ქართული ტურიზმის წინააღმდეგ მიმართული აქცია და რაც მთავარია, ისახავს მიზნად დაძაბულობის შექმნას ამ ქვეყანაში. განსაკუთრებულად საშიშროდ მიმაჩნია შემდგომში რო აპირებენ ასევე ბათუმში მოაწყო მსგავსი, რადგან ეს დიდი ხანია რუსული სპეცსამსახურების მიზანია ბათუმში დაპირისპირება გამოიწვიონ და აჭარაში საერთოდ ქართულ მუსლიმებსა და ქრისტიან ქართველებს შორის ამ ტიპის აქციები და ზოგადად ამ ტიპის პოზიციის გამოხატვა ყველა ნორმალურ ადამიანში მთელ მსოფლიოში აღიქმება როგორც ქსენოფობია გამონაკლისის გარეშე და თუ კაფე ოპოზიცია არ დაფიქსირდა, საწინააღმდეგო პოზიცია არ დაფიქსირდა, მათ შორის ხელისუფლებამ, საზოგადოებრივად აქტიურმა ჯგუფებმა თავის პოზიციამ მკვეთრად არ დააფიქსირეს. ეს ხალხი გამოჩნდება როგორც საქართველოში წამყვანი რაღაცა აზრის შემქმნელი ძალა, რაც იქნება ძალიან ცუდი. თუ ვინმე შეიძლება აწყობდეს საქართველოს იმიჯის ასეთი გაფუჭება, ეს ქვეყანა ზუსტად ვიცით ვინც არის და ეს არის რუსეთი. არაერთხელ გქონია შემთხვევა, როცა ესეთ განცხადებებს რიტორიკას გამოუწვევია ძალადობრივი ფაქტების ზრდა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. და ამ შემთხვევაშიც გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა არა დღეს, არამედ სხვა დროს უახლოეს დღეებში მოხდეს ესეთი გამოხატვები და ადამიანებს თავს დაეცხენ ეთნიკური, რელიგიური და სხვადასხვა ნიშნით. და ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დღევანდელ დღეზე არ ვრცელდება მარტო, ის უნდა იყოს ძალიან ყურადღებით ყველა მომდევნო დღეს ნებისმიერი ამგვარი ინციდენტის შემთხვევაში. როგორც ხედავთ, აქცია მსვლელობა ამ წუთებშიც გრძელდება, შეძახილებით გაუმარჯოს საქართველოს. აქ აქციის მონაწილეებმა სპეციალურად მოტანილი